მოგესალმებით. დღეს ერთად ჩაუღრმავდებით იმ მომავალს, რომელსაც მარკ ცუკერბერგი და მეთა გვიხატავენ. ჩვენი წყაროა მისი ერთი ბოლოდროინდელი საკმაოდ ვრცელი ინტერვიუს ტრანსკრიპტი. და ჩვენი მიზანია, რომ ერთად გავერკვეთ მეტას ამ დიდი ხედვის დეტალებში. რა დგას ამ დამატებული რეალობის სათვალეების, პერსონალიზებული ხელოვნური ინტელექტის მიღმა. და ვიმსჯელოთ, ხო, რა გავლენა შეიძლება ქონდეს ამ ყველაფერს ჩვენს კავშირებზე, მუშაობაზე, ზოგადად ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ვფიქრობ, ეს ანალიზი დაგეხმარებათ, რომ თქვენ თვითონ შეაფასოთ ეს მომავალი. დასაწყისისთვის კი მოდით უბრალოდ წარმოვიდგინოთ ის ტონი სტარკის სათვალეები ფილმებიდან გახსოვთ, ოღონდ რეალურ ცხოვრებაში. ცუკერბერგმა აჩვენა პროტოტიპი, რომლის შექმნასაც, როგორც თვითონ ამბობს, 10 წელი დასჭირდა. ხო და მოდით დავიწყოთ სწორედ ამ დამატებული რეალობის, AR სათვალეების პროტოტიპით. კოდური სახელი აქვს Project Orion. ცუკერბერგი ამბობს, ეს არის მსოფლიოში პირველი სრულად ჰოლოგრაფიული AR სათვალე. წარმოგიდგენიათ, 10 წლის კვლევა. აქ იდეა არა რაღაც დიდი, მოუხერხებელი ჩაფხუტი, არამედ ჩვეულებრივი სათვალე, რომელსაც შეუძლია მაღალი ხარისხის ჰოლოგრამების პროექცირება პირდაპირ ჩვენს რეალურ სამყაროში. დაფიქრდით, რას ნიშნავს ეს. შეიძლება ელაპარაკებოდეთ ვინმეს, ვინც ფიზიკურად თქვენთანაა. და ამავდროულად ოთახში იყოს თქვენი კოლეგის ან მეგობრის, ვთქვათ, სრულფასოვანი ჰოლოგრამა, რომელიც, სხვა ქალაქიდან ან სულაც სხვა ქვეყნიდანაა ჩართული. ეს ხომ უბრალოდ ვიდეო ზარს აღარ ჰგავს, არა? არა, ნამდვილად. ეს არის რაღაც სხვა, იქ ყოფნის განცდაზე საუბრობს ცუკერბერგი. ერთად მუშაობა, თამაში. წარმოუდგინეთ, მაგიდის ჩოგბურთზე თამაშები ჰოლოგრამას, ან პოკერს ჰოლოგრაფიული კარტებით. ცუკერბერგი ამაში ხედავს რევოლუციას მუშაობაში, მეცნიერებაში, განათლებაში, გართობაში, თითქმის ყველგან. მაგრამ რაც მთავარია ამბობს, რომ წარმოუდგენლად რთული იყო ამ ყველაფრის ჩატევა სათვალის ფორმაში. წარმოიდგინეთ, ამ პაწაწინა მოწყობილობაში უნდა ჩაატიონ მიკროპროექტორები, მერე სინათლის მიმართვის რთული სისტემები, ტალღაგამტარები waveguides. კი, waveguides. რომლებიც, მარტივად რომ თქვათ, სინათლის სხივს ატარებენ და თვალისკენ მიმართავენ, რომ გამოსახულება დაინახოთ. პლუს კამერები, უამრავი სენსორი, ძლიერი ჩიპი, ბატარია. ყველაფერი ერთად. ნამდვილად, ტექნოლოგიური გამოჭვევა კოლოსალურია. და მართლა საინტერესოა, როგორ აჯგუფებს თვითონ ცუკერბერგი ამ AR/VR ტექნოლოგიებს. ეს გვეხმარება, რომ მთლიანი სურათი დავინახოთ, ხო? ინტერვიუში ის გამოყოფს, ესე იგი, 4 ძირითად კატეგორიას. პირველი, ეს არის უდისპლეო სათვალეები. მაგალითად, Ray-Ban Meta, რომელიც უკვე არსებობს. ეს ყველაზე საბაზისო და ხელმისაწვდომი ვარიანტია. აქცენტი უფრო ხმოვან ინტერაქციაზეა, AI-სთან, კამერაზე. ეკრანი არ აქვს, მაგრამ ჭკვიანია. მეორე, heads-up display-ის სათვალეები. ეს უკვე საშუალო საფასო სეგმენტია. ამ სათვალეებს აქვთ პატარა ეკრანი, დაახლოებით 20-30 გრადუსიანი ხედვის არე. და ეს გამოსადეგია ტექსტური ინფორმაციის მისაღებად AI-ისგან, ნავიგაციისთვის, შეტყობინებების სანახავად. უფრო ინფორმაციულია რა. კი, გასაგებია. ჰოლოგრამებით. ეს უკვე სერიოზულად ჟღერს. და მეოთხე, სრული ჩაფხუთები, VR და MR. მაგალითად, Quest ხაზი. ესენი გვთავაზობენ ყველაზე მეტ გამოთვლით სიმძლავრეს და ყველაზე ღრმა, ესე იგი, ჩაძირვას ვირტუალურ ან შერეულ რეალობაში. და ცუკერბერგი აქ ხაზს უსვამს, რომ Quest 3S-ის, ვთქვათ, $299 და Quest 3-ის $500 გამოშვებით, ისინი ცდილობენ, რომ მაღალი ხარისხის შერეული რეალობა გახადონ ხელმისაწვდომი, რაც მეტას მისიის ნაწილია, მოწინავე ტექნოლოგიები ყველასთვის და არა მხოლოდ მცირე ელიტარული ჯგუფისთვის. ეს კატეგორიზაცია ლოგიკურია, მაგრამ რაინც ხომ არ არის რეალობაში ზღვარი ცოდა ბუნდოვანი? მაგალითად, სად გადის ზღვარი კარგ heads-up display-სა და საბაზისო სრულ AR-ს შორის? რამდენად მკაფიო იქნება ეს დაყოფა ჩვენთვის, მომხმარებლებისთვის? თუმცა კარგი, დაუბრუნდეთ იმ მთავარ ღირებულებას, რაზეც ცუკერბერგი სულ საუბრობს, იქ ყოფნის შეგრძნება, presence.
კი, presence. აი, ეს არის საკვანძო იდეა მგონი, რაზეც ის მთელ თავის ხედვას აგებს. ეს არის ის, რაც მისი აზრით რადიკალურად განასხვავებს ამ ტექნოლოგიას ყველაფრისგან, რაც აქამდე გვინახავს. ანუ არა უბრალოდ კომუნიკაცია, არამედ თანაყოფნა. თანაყოფნა, დიახ. ის ამბობს, როდესაც ადამიანები პირველად განიცდიან კარგ VR ან MR გამოცდილებას, მათი ძლიერი ემოციური რეაქცია სწორედ ამ იქ ყოფნის განცდას უკავშირდება. თითქოს მართლა იქ არიან, სხვა ადამიანთან ერთად ან სულ სხვა ადგილას. ცუკერბერგისთვის ეს არის სოციალური აპლიკაციების დიზაინის, ერთგვარი წმინდა გრალი. ზუსტად. ის სკრებლის მაგალითი მომეწონა. ინტერვიუში რომ ახსენა, წარმოიდგინეთ, ეთამაშებით სკრებლს შორს მყოფ ბებიას და გრძნობთ თვითქოს ის ნამდვილად თქვენს წინ ზის და კამათლებს აგორებს. დიახ, ეს იქ ყოფნის შეგრძნება მართლა ცენტრალურია, მაგრამ საინტერესოა, რომ ცუკერბერგი თავადვე აღიარებს, რომ ამ შეგრძნების მიღწევა და შენარჩუნება ძალიან რთულია. ბევრი შეზღუდვა, მაგალითად, ჰაპტიკური უკუკავშირი, ანუ შეხების შეგრძნება. აი, მონატრებულ ჩახუტებას, რომელსაც თქვენ ახსენებთ ხოლმე. კი, ტექნოლოგია ჯერ ამას ვერ გადმოსცემს. ხელებით შეგრძნება, შედარებით პროგრესირებს, კონტროლერებს შეუძლიათ ვიბრაცია, რაღაც ტექსტურის იმიტაცია, ვთქვათ, მაგიდის ჩოგბურთის ბურთის დარტყმისას. აჰა. მაგრამ ძალისმიერი უკუკავშირი, აი ვთქვათ, ვირტუალურ ჯიუჯიტსუში მოწინააღმდეგის დაჭერის რეალური შეგრძნება, ეს ჯერ ძალიან შორსა. გასაგებია. სხვა გრძნობები, მაგალითად, ყნოსვა, რომელიც მოგონებებისთვის ასეთი მნიშვნელოვანია, ტექნოლოგიურად კიდევ უფრო რთული ინტეგრირებადია ახლო მომავალში. და რაც მთავარია, ეს იქ ყოფნის ილუზია ხომიცი ძალიან მყიფეა. ნებისმიერი ტექნიკური ხარვეზი, თუნდაც მილიწამიანი დაყოვნება გამოსახულებაში, არარეალისტური ფიზიკა, ვიწრო ხედვის არე. მომენტალურად ანგრევს. კი, მომენტალურად ანგრევს ამ შეგრძნებას. მართალია. ალბათ ყველას გამოგვიცდია რაღაც უხარისხო VR, რომელიც პირიქით გაშორებს რეალობას და არა გაახლოვებს. თუმცა საინტერესო იყო ცუკერბერგის დაკვირვება, რომ ადამიანები ხშირად ეგუებიან ვიზუალურ შეუსაბამობებს. მაგალითად, შეიძლება ფოტორეალისტური გარემო იყოს და შიგნით მულტფილმის სტილის ავატარი. მაგრამ თუ მოძრაობა, ხმა და ინტერაქცია ბუნებრივია, დაყოვნების გარეშეა, ამას იღებენ. ვიზუალზე. ეს არის კომპლექსური ბალანსი ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს, ფსიქოლოგიურ აღქმასა და, ჩვენს მოლოდინებს შორის. საბოლოო ჯამში, ცუკერბერგის აზრით, გადამწყვეტია არა ერთი კონკრეტული გარღვევა, არამედ ბევრი პატარა დეტალის უნაკლო ჰარმონიული მუშაობა ერთად. გასაგებია. კარგით, მოდით გადავიდეთ მეორე დიდ მიმართულებაზე, რომელზეც ცუკერბერგი არანაკლებ ენთუზიაზმით საუბრობს. პერსონალიზებული ხელოვნური ინტელექტი. აქ ის გულისხმობს მეტა AI-ს და მათ დიდ ენობრივ მოდელს, ლამას. მთავარი მიზანი აქ არის ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ესმის არა ზოგადად სამყარო, არამედ კონკრეტულად თქვენი კონტექსტი. თქვენი კონტექსტი კი? ანუ, იცის თქვენი ინტერესები, თქვენი ურთიერთობები, გეგმები და რაც მთავარია, შეუძლია გაიგოს ის, რაც ხდება უშუალოდ თქვენს გარშემო, მოცემულ მომენტში. და რატომ არის სათვალე ამისთვის იდეალური ფორმა. ცუკერბერგის ლოგიკა მარტივია. სათვალეს შეუძლია დაინახოს ის, რასაც თქვენ ხედავთ. ზუსტად. და ეს AI-ს აძლევს რეალურ დროში წვდომას თქვენს უშუალო გამოცდილებაზე. ეს კონტექსტუალური გაგება მართლაც მნიშვნელოვანი წინსვლა იქნებოდა. ნამდვილად. ცუკერბერგი საუბრობს AI-ს გამოყენების ერთგვარ სპექტრზე, რაც კარგად აჩვენებს მის ხედვას. ერთის მხრივ, ის ხედავს AI-ს როგორც სასარგებლო ინსტრუმენტს, რომელიც ამარტივებს სირთულეებს. კლასიკური მაგალითია უნივერსალური თარჯიმანი, რომელიც უკვე იწყებს ინტეგრირებას Ray-Ban მეტა სათვალეებში. წარმოიდგინეთ, ესაუბრებით უცხოელს და სათვალე რეალურ დროში გითარგმნით. ძალიან პრაქტიკული. კი, ეს აშკარად ხსნის ბარიერებს კომუნიკაციაში. მაგრამ მეორეს მხრივ, ცუკერბერგი აღნიშნავს, რომ არსებობს სფეროები, სადაც სირთულეების გადალახვის პროცესი თავისთავად ღირებულია. ერთგვარი ტვინის ქუნთის გავარჯიშება. მაგალითად, რთული ემოციების გამოხატვის სწავლა, კრიტიკული აზროვნება, ან თუნდაც კოდირების საფუძვლების სწავლა. ანუ, ის არ ფიქრობს, რომ AI-მ ყველაფერი უნდა გაგვიკეთოს. ეს საინტერესო ბალანსია. მან კალკულატორის ანალოგია გამოიყენა მახსოვს. AI ინსტრუმენტები გვეხმარება, მაგრამ ფუნდამენტური უნარები. კი,
ფუნდამენტური უნარები, როგორიცაა მათემატიკური ლოგიკა ან თანმიმდევრული აზროვნება, რასაც მაგალითად კოდირება ავითარებს, მაინც მნიშვნელოვანი რჩება. ამან მიგვიყვანა საინტერესო დისკუსიამდე ინტერვიუში. უნდა ვასწავლოთ თუ არა ბავშვებს კოდირება ან უცხოენები, როცა AI ამ ყველაფერს ასე კარგად ართმევს თავს. დიახ, და ცუკერბერგის პასუხი აქ დიფერენცირებულია. კოდირებას კი. რადგან ის პირველ რიგში აზროვნების სტრუქტურას და პრობლემის გადაწრის უნარს ასწავლის, რაც ყოველთვის ღირებული იქნება. ლოგიკურია. რაც შეეხება ენებს, ის აღიარებს, რომ წმინდა ფუნქციური საჭიროება შეიძლება შემცირდეს უნივერსალური თარჯმნების გამო, მაგრამ ენის ცოდნა მაინც ღირებულია. კულტურული გაგებისთვის, განსხვავებული აზროვნების სტრუქტურების შეცნობისთვის, უბრალოდ ადამიანური კავშირისთვის. ანუ სრულად არა უქმებს ამ უნარების მნიშვნელობას. არა, ნამდვილად არა. გასაგებია. და როგორ იკვეთება ეს ყველაფერი სოციალურ მედიასთან, რაც მეტას მთავარი ბიზნესია, როგორ შეცვლის გენერაციული ხელოვნური ინტელექტი Facebook-სა და Instagram-ს. ცუკერბერგი აქ რამდენიმე კონკრეტულ პროგნოზს აკეთებს. პირველი, ის ფიქრობს, რომ დაჩქარდება ტრენდი, როცა ჩვენს ფიდებში მეგობრების კონტენტის წილი შემცირდება და გაიზრდება პროფესიონალი შემქმნელების, ანუ creators და თავად ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული კონტენტის წილი. რაც უკვე ხდება გარკვეულწილად. კი, მაგრამ ეს უფრო დაჩქარდება. მეორე, გაჩნდება ახალი AI ინსტრუმენტების ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის. მაგალითად, AI დაგეხმარებათ უფრო კრეატიული სტორების ან rilsების შექმნაში, ან თუნდაც უკეთესი მემების მოფიქრებაში. საინტერესოა. მესამე, კიდევ უფრო მძლავრი ინსტრუმენტები იქნება შემქმნელებისთვის, creators-თვის, რაც ამათ AI-ს დახმარებით შექმნან მართლა შთამბეჭდავი ვიზუალური თუ ინტერაქტიული კონტენტი. მეოთხე, თავად AI შექმნის პერსონალიზებულ კონტენტს სპეციალურად თქვენთვის. მაგალითად, მოგიმზადებთ თქვენთვის საინტერესო თემებზე ახალი ამგების მოკლე შეჯამებებს ან შექმნის იუმორისტულ კონტენტს თქვენს გემოვნებაზე მორგებულს. აჰა. და ბოლოს, რაც ყველაზე ფუტურისტულად ჟღერს, შეიძლება გაჩნდნენ AI შემქმნელები ან ადამიანების შემქმნელების AI ასისტენტები. წარმოიდგინეთ, პოპულარულ ინფლუენსერს ყავს თავისი AI ვერსია, რომელიც ურთიერთობს მის გამომწერებთან, პასუხობს კითხვებს, როცა თავად შემქმნელი დაკავებულია. ცუკერბერგმა ამას ინტერაქტიული სკულპტურა უწოდა. ეს ინტერაქტიული სკულპტურის იდეა ნამდვილად საინტერესოა და ბადებს კითხვებს ავთენტურობაზე, პარასოციალურ ურთიერთობებზე, რომლებიც ისედაც ძლიერია სოციალურ მედიაში, ხო? რამდენად მიიღებს აუდიტორია AI-სთან ურთიერთობას, როგორც შემქმნელთან კავშირის ნაწილს. ეს მართლა ღია კითხვაა. თუმცა ცუკერბერგის ზოგადი ხედვა ნათელია ის დარწმუნებულია, რომ AI-ს ისევე როგორც ინტერნეტმა თავის დროზე ფუნდამენტალურად შეცვლის თითქმის ყველა სფეროს, რომელსაც მეტა ეხება. ბუნებრივია. ასეთი მასშტაბური ცვლილებების მოლოდინი ბევრ შეშფოთებასაც იწვევს და ინტერვიუერმა წამოჭრა ეს საკითხი. კონკრეტულად კი ადამიანური კავშირების პოტენციური გაუცხოების თემა. მან საკმაოდ დამაფიქრებელი სტატისტიკაც მოიყვანა აშასადან. ბოლო 20 წლის განმავლობაში ზრდასრულების მიერ მეგობრებთან პირისპირ გატარებული დრო შემცირდა დაახლოებით 30%-ით. 30%-ით? კი, ხოლო 15-24 წლის ახალგაზრდებში ეს კლება შოკის მომგვარულია, თითქმის 70%. ვაუ, 70%. დიახ, ასევე იმ ამერიკელების წილი, ვინც ამბობს, რომ არც ერთი ახლო მეგობარი არ ყავს. ბოლო 30 წლიწადში 3%-დან 12%-მდე გაიზარდა. ეს ციფრები ნამდვილად საგანგაშოდ გამოიყურება. როგორ პასუხობს ამაზე ცუკერბერგი? მისი პასუხი რამდენიმე არგუმენტს ეფუძნება. პირველ რიგში ის ამბობს, რომ ეს სოციალური იზოლაციის და კავშირების კლების ტენდენციები დაიწყო ბევრად ადრე, ვიდრე თანამედროვე სოციალური მედია და სმარტფონები გახდებოდა ასეთი დომინანტური. აჰა. ის მიუთითებს უფრო კომპლექსურ სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებზე: ურბანიზაცია, სამუშაო გრაფიკების ცვლილება, საცხოვრებელი ადგილის ხშირი ცვლა და ასე შემდეგ. მეორე,
და ეს მნიშვნელოვანია მისი ტექნოლოგიური ხედვის გასაგებად, ის ამტკიცებს, რომ AR/VR ტექნოლოგიები არ არის გამიზნული იმისთვის, რომ ჩაანაცვლოს უკვე არსებული კარგი ხარისხიანი ფიზიკური ურთიერთობები. ანუ არანაცვლებს. არა. პირიქით, მისი მიზანია შეავსოს დანაკლისი იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს მეტი კავშირი, მაგრამ გეოგრაფიულად დაშორებულია ახლობლებს. მაგალითად, ოჯახის წევრები სხვა ქვეყანაში, შორწასული მეგობრები. ანუ, მისი ლოგიკით, ეს ტექნოლოგია ამატებს და არა აკლებს კავშირებს. ამატებს. გასაგებია. და ბოლოს ის ამბობს, რომ არ არსებობს მყარი პირდაპირ მტკიცებულება იმისა, რომ ონლაინ ურთიერთობების ზრდა არის ფიზიკური ინტერაქციის კლების მთავარი ან ერთადერთი მიზეზი. ეს საინტერესო პოზიციაა. თუმცა, ალბათ ბევრი მაინც სკეპტიკურად უყურებს ამას. რთულია არ დაუკავშირო ეს ტენდენციები ჩვენს მზარდად ციფრულ ცხოვრებას. მაგრამ კარგი გადავიდეთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც ინტერვიუში წამოიჭრა. ეს არის ღია კოდის, ანუ open source, დებატები ხელოვნური ინტელექტის სფეროში. კონკრეტულად კი მეტას ლამა მოდელთან მიმართებაში. შეგვახსენეთ, რას ნიშნავს ღია კოდი ამ კონტექსტში. ღია კოდი ნიშნავს იმას, რომ მეტა თავის ლამა მოდელებს, გარკვეული ლიცენზიით, ხელმისაწვდომს ხდის ნებისმიერი დეველოპერისთვის, მკვლევრისთვის თუ კომპანიისთვის. მათ შეუძლიათ აიღონ ეს მოდელი, შეისწავლონ, შეცვალონ, გააუმჯობესონ და გამოიყენონ საკუთარი პროდუქტების შესაქმნელად. ანუ ყველასთვის ღიაა. დიახ. და ეს პირდაპირ უპირისპირდება ისეთი კომპანიების დახურულ, შავყუთად წოდებულ მიდგომას, როგორებიცაა OpenAI, ChatGPT-ის შემქმნელი და Google თავისი Gemini მოდელით, რომლებიც თავიანთ ყველაზე მძლავრ მოდელებს საიდუმლოდ ინახავენ. Zuckerberg ამ ღია მიდგომის დიდი მომხრეა და ამას ორი ძირითადი არგუმენტით ხსნის. პირველი, ინოვაცია და მრავალფეროვნება. ის ფიქრობს, რომ მომავალი არაა ერთი ყველაფრის მცოდნე AI მოდელი, არამედ მრავალი განსხვავებული სპეციალიზებული მოდელი. ისევე როგორც დღეს გვაქვს მილიონობით ვებსაიტი და აპლიკაცია, ხო? კი. და ღია კოდი მისი აზრით ხელს უწყობს ამ მრავალფეროვნებას და აჩკარებს ინოვაციას, რადგან ბევრად მეტი ადამიანი მუშაობს და აშენებს ამ ტექნოლოგიაზე. გასაგებია. და მეორე არგუმენტი? მეორეა უსაფრთხოება. და ეს ყველაზე სადაო საკითხია. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ღია კოდი სახიფათოა, რადგან ბოროტმოქმედებსაც აძლევს მძლავრ ინსტრუმენტებზე წნომას. ლოგიკური შიშია. კი, მაგრამ Zuckerberg-ის კონტრარგუმენტია, რომ ისტორიულად ღია კოდის პროგრამულ უზრუნველყოფაში, მაგალითად Linux-ი, Android-ი, უსაფრთხოების პრობლემები უფრო სწრაფად ვლინდება და სწორდება. რატომ? იმიტომ რომ ბევრად მეტი თვალი აკვირდება კოდს. აჰა. საზოგადოების კონტროლი. დიახ. ის ამტკიცებს, რომ ეს კოლექტიური კონტროლი საბოლოოდ უფრო უსაფრთხოს ხდის სისტემას, ვიდრე დახურული მოდელი, რომლის შიდა სტრუქტურა მხოლოდ მცირე ჯგუფისთვისაც ცნობილი. ანუ ეს არის ფუნდამენტური სტრატეგიული და შეიძლება ითქვას ფილოსოფიური არჩევანიც. კონტროლი ერთეულების ხელში თუ დეცენტრალიზებული განვითარება. საინტერესოა, ინტერვიუდან თუ ჩანდა, რომელი მიდგომა იკრებს ძალას ინდუსტრიაში, უფრო ღია კოდი თუ დახურული. ინტერვიუდან ჩანს, რომ Zuckerberg-ი მტკიცედ დგას თავის პოზიციაზე და დიდ რესურსს დებს ღია კოდის ეკოსისტემის განვითარებაში. თუმცა, სიმართლე რომ ვთქვათ, ინდუსტრიაში ჯერ კიდევ ორივე მოდელი აქტიურად ვითარდება და დიდი მოთამაშეები ორივე ბანაკში არიან. OpenAI და Google კვლავ დახურული არიან ძირითადად. ასე რომ ეს დებატები ალბათ კიდევ დიდხანს გაგრძელდება. გასაგებია. და ბოლოს, რა არის მთავარი პასუხგაუცემელი კითხვა ამ გრანდიოზულ გეგმაში? აი, რას გამოყოფს თავად Zuckerberg-ი როგორც ყველაზე დიდ გაურკვევლობას? ის ხას უსვამს ხელოვნური ინტელექტის მასშტაბირების, ანუ scaling-ის საკითხს. მასშტაბირება. კი. საქმე ისეა, რომ დღევანდელი მოწინავე AI მოდელები, რომლებიც ეწეთ ტრანსფორმერულ არქიტექტურას ეფუძნება, საოცარ პროგრესს აჩვენებენ. ანუ, რაც მეტ მონაცემს აწვდი და რაც მეტ გამოთვლის სიმძლავრეს იყენებ მათ სავარჯიშოდ, მით უფრო წყვიანები ხდებიან. და Zuckerberg-ის თქმით მარტივად, ჯერ ჭერს ვერ ვხედავთ. ანუ ზღვარი არ ჩანს. ჯერ არა. და მთავარი კითხვა, გაგრძელდება თუ არა ეს ტენდენცია უსასრულოდ? ანუ, უბრალოდ მეტი მონაცემებით და მეტი კომპიუტერებით მივახცევთ თუ არა ზოგად ხელოვნურ ინტელექტს, AGI-ს? თუ ეს ამჯამინდელი არქიტექტურაც, ისევე როგორც წინათაობის AI მოდელები, რაღაც მომენტში მიაღწევს თავის ბუნებრივ ზღვარს, პლატოს.
აჰა, ანუ შეიძლება პროგრესი შენელდეს ან გაჩერდეს ამ მიდგომით. დიახ. ცუკერბერგი დებს ფსონს, რომ სქალირება გაგრძელდება. და ამიტომაც ახორციელებს ათობით მილიარდი დოლარის ინვესტიციას სერვერებსა და ინფრასტრუქტურაში. მაგრამ აღიარებს, რომ ეს გარანტირებული არაა. ეს არის დიდი ფსონი. და ამ კითხვაზე პასუხი განსაზღვრავს AI-ის განვითარების მომავალ ტემპს და შესაბამისად მომავალი პროდუქტების შესაძლებლობებს. გასაგებია, ეს მართლაც ფუნდამენტური კითხვაა მთელი სფეროსთვის. და რა რჩევოს გვაძლევს ცუკერბერგი ამ გაურკვეველ სწრაფად ცვალებად მომავალთან შესახვედრად? მისი რეკომენდაცია საკმაოდ პირდაპირია. შეინარჩუნეთ ცნობის მოყვარეობა. გააცნობიერეთ, რომ ცვლილება მუდმივია. აი, გავიხსენოთ, როგორი იყო სამყარო სულ რაღაც 15 წლის წინ, სმარტფონებამდე. მართალია, ძნელი წარმოსადგენია უკვე. ხო, ისწავლეთ და გამოიყენეთ ახალი ინსტრუმენტები, ნუ შეეწინააღმდეგებით ადაპტაციას. ესაა მთავარი. კარგი, მოდით შევაჯამოთ. ამ ჩვენი საუბრიდან მგონი ნათლად გამოიკვეთა მეტას ამბიციური ორკომპონენტიანი ხედვა. ერთის მხრივ დამატებული რეალობა, რომელიც გვპირდება იყოფნის რევოლუციურ შეგრძნებას და ფიზიკური დისტანციის დაძლევას. კი. მეორეს მხრივ პერსონალიზებული ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ჩვენს კონტექსტს გაიგებს და დაგვეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში, სამუშაოსა თუ სოციალურ ურთიერთობებში. ამასთან, ცუკერბერგი მუდმივად ხარს უსვამს ამ ტექნოლოგიების დემოკრატიზაციისა და ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომობის იდეას. ჩვენ განვიხილეთ ორაიონის პროტოტიპი, პროდუქტების სხვადასხვა დონეები და ის მთავარი ნარატივი, რომ ეს ყველაფერი მიზნად ისახავს ადამიანური კავშირების გაძლიერებას და არა ჩანაცვლებას. დიახ. მაგრამ აუცილებლად უნდა გვახსოვდეს ის სირთულეები და გამოწვევებიც, რომლებზეც ვისაუბრეთ, კოლოსალური ტექნიკური ბარიერები, ჰაპტიკა, მინიატურიზაცია, ენერგოეფექტურობა. კი, ტექნიკური მხარე. ფსიქოლოგიური ნიუანსები, იქ ყოფნის შეგრძნების მყიფე ბუნება, AI-ის როლის სწავლასა და დახმარებაში ბალანსში. და რა თქმა უნდა, ფართო სოციალური საკითხები, სოციალური კავშირის ტენდენციები, ღია კოდის უსაფრთხოების დილემები და ზოგადად ამ ტექნოლოგიების გავლენა საზოგადოებაზე. ბევრი კითხვა რჩება. ნამდვილად. და ბოლოს ერთი აზრი, რომელიც მინდა დაგიტოვოთ დასაფიქრებლად თქვენ ჩვენს მისმენელს, ცუკერბერგი ამბობს, რომ მომავლის AI სათვალეები გაიგებენ თქვენს კონტექსტს, რადგან დაინახავენ იმას, რასაც თქვენ ხედავთ და მოისმენენ იმას, რასაც თქვენ ისმენთ. რამდენადაც ეს ტექნოლოგია ჩვენი ცხოვრების სულ უფრო ინტეგრირებული ნაწილი ხდება, დაფიქრდით, რას ნიშნავს ეს თქვენი პიროვნული სივრცის, თქვენი პრივატულობისთვის. როდესაც თქვენს ტექნოლოგიურ კომპანიონს იქნება ეს სათვალე თუ სხვა მოწყობილობა, ექნება ასეთი ინტიმური მუდმივი წვდომა თქვენს პირად გამოცდილებაზე რეალურ დროში. სად გაავლებთ საზღვარს თქვენ? რა დონის წვდომა იქნება თქვენთვის მისაღები ამ ახალ რეალობაში? ამაზე დაფიქრება ღირს.